8 ახალი პოლიტპატიმრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო სავარაუდოდ რამდენიმე საათში იმსჯელებს. ბრალის წარდგენა დიღმისა და ზაჰესის იზოლატორებში უკვე დასრულებულია. 8-ვე ბრალდებულს გამოძიება ერთი და იგივე მუხლით, ზუსტად ერთსა და იმავე ქმედებას ედავება. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობა. პოლიტიკური მოტივით დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე ადვოკატებს რასაკვირველი აქვთ მოლოდინი, რომ პროკურატურა 8-ვე პირისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ქეთი ნადიბაიძე გვიერთდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. ქეთი, როგორია ბრალდებულების პოზიცია და როგორია მათი მოლოდინი? პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ახლა მე თან მაქვს გიგი უგულავას ბრალის დადგენილება, აი ასე გამოიყურება ეს ფურცელი და ერთი პატარა აბზაცი ეთმობა აი ამ 8 პირისთვის განკუთვნილ ბრალს. შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი 7 ბრალდებულის შემთხვევაშიც აი ეს აბზაცი არის იდენტური და აქ ვკითხულობთ, რომ მათ ბრალი ედებათ 2 თებერვალს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვის ბლოკირების მცდელობაში. ჩამოთვლილია მათი სახელები და გვარები და აქ ვკითხულობთ, რომ მათ ეს დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად სხვა პირებთან ერთად. სწორედ აი ეს ფრაზა იქცევს ყურადღებას და არ გამორიცხავს სავარაუდოდ, რომ შესაძლოა ბრალდებულების რიცხვი ამ საქმეზე გაიზარდოს, რადგან ლაპარაკია ჯგუფურ დანაშაულზე და ასევე სხვა პირებზე, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით ვინ არიან. ამ დროისთვის კი დაკავებული არის 8 ადამიანი, 8-ვე წაედგინა უკვე ოფიციალურად ბრალი დღეს დიღმის და ასევე აბჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორებში და ახლა ისინი ელოდებიან უკაცრავად სასამართლოს ხდომას, სადაც სასამართლომ უნდა იმსჯელოს წინასწარ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია რა სახის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა ამ 8 ბრალდებულის შემთხვევაში, იქნება თუ არა ეს საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გავიგებთ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მიმართავს პროკურატურა სასამართლოს და დიდი ალბათობით დღესვე 8-ვე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების საკითხი გადაწყდება. გეტყვით აქვე იმასაც, რომ არც ერთი მათგანი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ, ისინი ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ამბობენ იმის შესახებ, რომ ბუნებაში არ ყოფილა ასეთი ფაქტი, გზა არ გადაკეტილა, აღმაშენებლის ხეივანი არ გადაკეტილა და ყველა მათგანი ამბობს იმას, რომ როდესაც ისინი გზაზე გადასვლას გზის მეორე მხარეს ცდილობდნენ, ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო პოლიციასთან, თუმცა ამის მიუხედავად საბაბად გამოიყენა შექმნილი ვითარება ხელისუფლებამ და ახლა 8 პირი აქციის 8 მონაწილე, მათ შორის პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, სტუდენტებიც არიან დაკავებულებს შორის, ახლა არიან განსასჯელის სკამზე. 8 ადამიანს იჭერენ 2 წინადადებით, პირდაპირ გაგებით 2 წინადადებით და ორივე წინადადება არის ტყუილი, რომ თითქოს ეს 8 ადამიანი სხვებთან ერთად, ანუ მოლოდინია, რუსებსაც შეიძლება ბრალი წარდგინოთ, ცდილობდნენ გზის ბლოკირებას, გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. პირდაპირ ეთერში ყველა ტელევიზიის მაყურებელი უყურებდა, რომ მსგავს ადგილი უბრალოდ არ ქონია. ამიტომ, როდესაც ასეთი ტყუილი გინდა აქციო 8 ადამიანის დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ, რომ ბრალის დადგენილებას რაიმე სამართლებრივი ფორმა და შინაარსი მიცე. რაც შეეხება გიგის განცხადებას, რა თქმა უნდა, ის ბრალის დადგენილებას არ დაეთანხმა, ხელი არ მოაწერა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის აბსურდიც არ არის, უბრალოდ არაფერი წერია მასში და არის მხოლოდ 2 ტყუილი. ყველამ ნახა საჯაროდ გასული კადრი, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი როგორ საუბრება პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას და როგორ ეუბნება, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ გზის მეორე მხარეს გადაგიყვანოთ და ეს პროცესი დაიწყო და დიმა ბიძინაშვილი მოვლიდან, ანუ ტროტუარიდან გადავიდა უბრალოდ პანდისის მიმართულებით. პოლიციის მითითების შესაბამისად მოქმედებდა და უბრალოდ ეს გზის გადაკეტვა და საერთოდ ცდელობა მუხლის არის სამართლებრივი აბსურდი და მე მგონი, როდესაც სასამართლო არ გაგვაჩნია საერთოდ და ასე შემდეგ, რაღაცა სამართლებრივი კაზუსტიკის განხილვა არც კი მგონია სწორი. ეს ყველა 8 პირი დაკავება ჩემი მოსაზრებით მოხდა იმიტომ, რომ სხვა მოქალაქეების მიმართ შინაგან საქმესამ გააკეთა შესაბამისი განაცხადი ამის, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანაში თავში გაივლებს იმას, რომ გზას გადაკვეთავს, ან გზის მეტიც გადაკეტვას მოინდომებს, ყველას ამ აბსურდული ბრალით დავშით. თითქოს ბლოკირების მცდელობა განახორციელა ირაკლი წიგნაძემ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ავტომაგისტრალის ამ შემთხვევაში, რაც შეეხება ბრალთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ არ დაინტერესებულა ჩვენი პოზიციით საგამოძიებო ორგანო, როგორც
ირაკლი აცხადებს, ბრალი არის სულად შეთითქმული და ზედმეტია საუბარი რაიმეს აღიარებაზე, ბუნებრივია, როგორც ირაკლიმ განაცხადა, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ბრალს, არ აღიარებს ბრალს და არ იზიარებს იმ მოცემულობას, ფაქტობრივ საფუძვლებს, რაც ბრალის შესახებ დადგენილებაში არის საუბარი. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას მტკიცებულების შესახებ, ვინაიდან ამ ეტაპზე არ ვიცნობ დეტალურად თავს შევიკავებ პოზიციის დაფიქსირებისგან, უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ მოწმეთა ალბათ 90%-ზე მეტი თუ სრულად არა არიან პოლიციის თანამშრომლები, რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერებს, რომელსაც ჯერჯერობით არ გავცნობიურა, ეს ზეპირსიტყვიერი განმარტებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ არის მხოლოდ ზოგადი კადრები და არ არის საბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ზედაპირულად რაც მოვასწარის ეს მასალების გაცნობა. დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა წინასწარი დაკავების იზოლატორებში ბრალის ოფიციალურად წარდგენა 8 ბრალდებულისთვის. ახლა ოფიციალურად ისინი არიან ბრალდებულები, სწორედ აი ამ პროცესში ჩაბარდათ ინტერესების დამცველებსაც საქმის მასალები. ისინი ამბობენ, რომ მცირე მოცულობის არის ეს საქმის მასალები, რადგან მოიცავს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს და დისკს ვიდეო კადრების, რომელიც სავარაუდოდ დიდი ალბათობით არის აქციის ამსახველი, ჯერჯერობით დეტალურად ადვოკატები არ იცნობენ საქმის მასალებს, მათ აქვთ ახლა რამდენიმე საათი, სანამ სასამართლოში სხდომა ჩაინიშნება, რომ ამ მასალებს გაეცნონ, იზოლატორებში რჩებიან ბრალდებულები და ელოდებიან ისინი სასამართლოს სხდომას. საინტერესოა რა სახის აღკვეთი ღონისძიების საკითხს დააყენებს პროკურატურა, ეს იქნება პატიმრობა, ეს იქნება გირაო თუ რა სხვა რაიმე ფორმით, თუმცა ინტერესების დამცველები არ გამორიცხავენ, რომ რადგან ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, პატიმრობაში დატოვება მოითხოვოს პროკურატურამ სასამართლოსგან, ასეთი მოლოდინი არსებობს ამ მომენტის. რამდენიმე საათში მედიაც ველოდებით, რომ გახდება ცნობილი საათი ზუსტი დრო, რა დროს ჩაინიშნება სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების განსასაზღვრად სხდომა.